სექტემბრიდან ფსიქოტროპულ აფთიაქებს ახალი რეგულაციები დაუწესდებათ. უკვე მზად არის კანონპროექტი, რომელიც პრეპარატების არალეგალურ გაყიდვაზე სანქციებს გაამკაცრებს. სავარაუდოდ გადაწყვეტილების მიზეზი ბოლო პერიოდში ფსიქოტროპული პრეპარატებით ზედოზირების ფაქტების გახშირება გახდა. მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში კლინიკებში მედიკამენტოზური ინტოქსიკაციით 240-ზე მეტი ადამიანი აღმოჩნდა. ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ფსიქოტროპული მედიკამენტების ინტოქსიკაციით ბოლო პერიოდის განმავლობაში თვეში 50-მდე პაციენტი შედის. მედიკოსები მსგავსი შემთხვევების გახშირებაზე საუბრობენ. ცენტრში ამბობენ, რომ ზედოზირების ფაქტებით მომართვიანობის ციფრი წინა თვეებთან შედარებით 30%-ით გაიზარდა. 30-დან 50 პაციენტამდე შემოდის ამ ჩვენს კლინიკაში. სადაც ემერჯენსების ასე ვთქვათ გაიხსნა მართვიანობა გადანაწილდა. ფსიქოტროპული ნივთიერებებით ზედოზირების შემთხვევების უფრო მაღალ მაჩვენებელზე საუბრობენ მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრში. გოჩა ინგოროყოს ნეიროქირურგიის ცენტრის ექიმები კლინიკაში შესული პაციენტების მძიმე მდგომარეობაზეც საუბრობენ. განმავლობაში შემოდის 80-დან 100 ფსიქოტროპული მედიკამენტებით ინტოქსიკაცია. ზოგადი მდგომარეობა შემოდის, რომელშიც არის მათი მძიმე. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა მხოლოდ ივლისის თვეში მედიკამენტებით ინტოქსიკაციის 251 შემთხვევა დააფიქსირეს. თუმცა უცნობია, რამდენი პაციენტი იყო ფსიქოტროპული პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ. ცენტრის მონაცემებით ბოლო 6 თვის განმავლობაში კლინიკაში მიყვანამდე ფსიქოტროპული მოწამლა მათ მხოლოდ 23 პაციენტს დაუდგინეს. ვალდებულები ვართ, რომ დავაფიქსიროთ, რომ არის ინტოქსიკაცია, ეს იქნება ნარკოტიკული საშუალება თუ სხვა პრეპარატი, ამას უკვე ადგენს კლინიკა. ზედოზირების ფაქტების მომატებაზე საუბრობენ ნარკოლოგებიც. თუ საუბარი არის 80 ან 100 შემთხვევაზე თვის განმავლობაში ერთი კლინიკის პირობებში, მე ვიტყოდი, რომ ეს არის კატასტროფული. რეგულირების სააგენტოს ინფორმაციით წელს ფსიქოტროპული მედიკამენტების არალეგალურად გაყიდვის 69 ფაქტი დაფიქსირდა, თუმცა სააგენტოში მსგავს შემთხვევებზე კონტროლის შემცირებას არ ადასტურებენ. იმ ნივთიერებების იმპორტი, რომლებიც ძალიან აქტუალურია, ვთქვათ, ნარკოტიკული თხრობის მისაღწევად, შემცირებული არის 70%. მიმართვიანობის გაზდა არანაირად არ უნდა უკავშირდებოდეს, ვთქვათ, კონტროლის შემცირებას. კანონმდებლობაში არსებული ხარვეზის გამო ქმედით ღონისძიებებს ჩვენ ვერ ვატარებთ. ფსიქოტროპული ნივთიერებების არალეგალურად გაყიდვის ფაქტებზე საუბრობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეც. წამლების არალეგალურად გაყიდვისთვის აფთიაქები 6000-დან 12000 ლარამდე ჯარიმას იხდიან. ლიცენზიის ჩამორთვევის შემთხვევაში კი აღდგენას მარტივად ახერხებენ. პრობლემის მოსაგვარებლად უწყებაში ახალ კანონზე მუშაობენ. ის რომ გაიზარდა, ჩვენ ესეთ ინფორმაცია არ გვაქვს და ამ ინფორმაციას აუცილებლად დაზუსტება ჭირდება. გვექნება ეს კანონი, რომელიც მოგცემს საშუალებას ეფექტურად შევამოწმოთ ეს ავტორიზირებული აფთიაქები და ის ღონისძიებები, რომელსაც მათ მიმართ გატარდება, ამ შემთხვევაში იქნება იმდენად ეფექტური, რომ მათ არ გაუჩნდებათ სურვილი, თქვათ, კანონდარღვევით იმუშაოთ. კლინიკებში გახშირებული მიმართვიანობის მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ნარკოტიკული დანაშაული შემცირებულია. მათი მონაცემებით 2015 წლის იანვარ-ივნისში ნარკოტიკული დანაშაულის 4030 ფაქტი დაფიქსირდა, საიდანაც 3545 გაიხსნა.